მიმდინარეობს გადაღება. მოგესალმებით მეგობრებო. მივიდივართ. ყველაფერი ვართ. მივიდივართ ტირანადან. ათენის მემართულებით. დავით სასწავლებლებში. ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ სრულდება ჩვენი ვოიაჟი. მივემართებით ამ შემთხვევაში ტირანადან აეროპორტში, საიდანაც გავფრინდით საბერძნეთში ათენში. დავყავით იქ ერთი დღე, ხოლო ათენიდან კი უშუალოდ უკვე გამოვფრინდით თბილისში. ტირანა ძალიან მოგვეწონა, კმაყოფილები ვიყავით. წინა დღეს ბევრი ვიარეთ ფეხით ქალაქში და ასევე გავარკვიეთ ის თუ საიდან გადიოდა აეროპორტის ავტობუსი. ამიტომ დილით პირდაპირ გავემართეთ იმ ადგილისკენ, საიდანაც ვიცოდით, რომ ავტობუსები გადიოდნენ აეროპორტის მიმართულებით. გზავრობა თითო ადამიანზე ღირდა 4 ევრო და დაახლოებით 30-40 წუთი დაგვჭირდა, რომ ცენტრიდან აეროპორტამდე მისულიყავით. ჩვენი ფრენა დილით ადრე იყო, ამიტომ 5:09-ზე გავიღვიძეთ. ამიტომაც ხედავთ ვიდეოში მხოლოდ კადრებს, იმიტომ რომ უკვე დაღლილები ვიყავით უძილრების და ეს თითქმის ორკვირიანი მოგზაურობის დაღლა ერთბაშად დაგვატყდა თავს. როგორც უკვე გითხარით, ვიცოდით ადგილმდებარეობა ავტობუსის საიდან გადიოდა, ამიტომ ძალიან ადრე აღარ გამოვსულვართ სახლიდან და აეროპორტშიც ისე დროს მივედით, რომ მალევე დაიწყო უკვე რეგისტრაცია და დიდხანს აღარ მოგვიწია ლოდინი. კადრებში ხედავთ ტირანას საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. თანამედროვე სტილის აეროპორტია და როგორც ჩვენ შევატყეთ, აშკარად ფართოვდება. ამ პერიოდისთვის დარჩენილი გქონდა რაღაც მინიმალური თანხა ადგილობრივ ვალუტაზე და ვფიქრობდით, რომ რამეს ვიყიდით აეროპორტში, რომ ეს ფული დაგვეხარჯა, მაგრამ სამწუხაროდ აეროპორტში საკმაოდ ძვირი ღირდა ყველაფერი და ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელით. რის გამოც მოგვიწია ალბანური ლეკის საქართველოში წამოღება. ამ კადრში კარგად ჩანს თუ როგორი დაღლილი ვიყავი, როგორი გამოძინებულიც და რატომაც გვიწევს ახლა რომ voice-over-ებით მოისმინოთ ეს ისტორია მთლიანად, იმიტომ რომ არანაირი ენერგია აღარ გაგვაჩნდა. და ეს მეხება არა მხოლოდ მე, არამედ ემოციონალურ მდგომარეობაში იყო. აქ კი უკვე დაიწყო ჩასხდომა ათენის მიმართულებით და ჩვენ ძალიან ბედნიერებით ჩავდექით რიგში. ამ შემთხვევაში ათენისკენ მივფრინავდით ეგეოსის კომპანიით. ხარისხი, ბერძნული. აი კანკეტები ახლა სულ 2 ევროსი იქნება, აი და როგორი ის არის. ამოდით ჯელიბონი დავუყურებთ. იმიტომ რომ აფრენა საგვიანები და კაიურბაში კანკეტის გამო. ჩაიდება მაშინ ესე ძალიან აქ დახარეზო. ჰა? ძალიან აქ დახარეზო. ეგეოს მეფრენავს ვიზერით არა. შემთხვევაში. შეიძლება ეს. ახლა მივიდივართ ჯერ ათენში. ჩავსხედით ესე იგი თვითმფრინავში მივემართებით ათენის მიმართულებით და მანქას ძალიან ეძინება და ნახოთ აბა რა კომენტარს გააკეთებს. ძალიან მოძინებული მაკა. რადი? არაფერი ძალიან მეძინება 5:09-ზე გავაღვიძეთ და თვალები რამის გადმოვცვით ეს. ეს საათიანი ფრენა მხოლოდ სამწუხაროდ ნეტა ცოტა თითი იყოს დავეცინებდი. მე მთელი დღე ათენში ვართ, გავვლით, გამოვვლით, აეროპორტში დავუბრუნდებით და წავალთ თბილისში. რა ხალე ყოველთვის მეტად. კატონების ნახვა, მიხარია ჩემი კატონები, ორი კვირა არ მინახავს. და ნახავ კატონებს, ჩავტან სნეკებს. ათენში რას ვაპირებთ? ათენში ცენტრალურ ქუჩებზე გავივლით, სადაც ვიცით რომ ლამაზია, რამეს შევჭამთ, ყავას დავლებთ, ცოტა მივივლით, მოვივლით და დავუბრუნდებით აეროპორტში ალბათ. იმიტომ რომ სიცხეც იქნება და დიდი ალბათობით არ გვიქნება თავი რომ ვიბოდიალოთ ხა დიდხანს ანუ. დიდი არაფერი გეგმები არ გვაქვს. კი არაფერი გეგმები არ გვაქვს, თან პარკით ამ დავათრიოთ და ახლა რა ვიცი, მე ნერვი არ მაქვს პირადად და
ასე სრულდება ჩვენი ვოიაჟი ორკვირიანი. ასე სრულდება ჩვენი ორკვირიანი ვოიაჟი, სადაც მოვინახულეთ 4 ქვეყანა, 5 ქალაქი, არ აქვს ქალაქი. ჯურეშიც ხო ვიყავთ? 6 ქალაქი. გზად მაღალმთიანი ალბანეთი და არა. ხო, მაკედონია და ალბანეთიც ნახეთ. ბულგარეთიც პრინციპში ხო, ეგ ვნახეთ ხო, ანუ გზად ავტობუსით ხო ვიმგზავრეთ ყველა ქვეყანა და ნახეთ ეგ სოფლებიც და რაღაცა თევიც ბუნება. ეს ვლოგი რით დამთავრდება? ეს ვლოგი დამთავრდება თბილისში ჩასვლით და კატონებთან შეხვედრით. ჩაჭრება ეგ მომენტები. ნახოთ როგორ თუ გათიშულები არ ვიყავით კი. მაგის ნერვი ვინმეს თუ ქონდა კი. წავედით ახლა მე მგონი გვეშველა და ვფრინდებით, იმიტომ რომ ისედაც აგვიანებს. კი 10 წუთის წინ და ვფრენილიყავთ. დაახლოებით 1 საათიანი ფრენის შემდეგ ჩამოფრინდით ათენში, სადაც უკვე მე და თემო მეორედ ვიყავით და ვიცოდით თუ სად უნდა გვეყიდა ბილეთები ავტობუსის, რომელიც ქალაქის ცენტრამდე წაგვიყვანა და რა გვინდოდა რომ გვენახა და ერთ დღეში მოგვესწრო დათვალიერება ამ ყველაფრის. როცა ბილეთს ყიდულობდით, ჰქონდა საშუალება რომ ეს დღე მთლიანად ტირანაში გაგვეტარებინა და საღამოთი პირდაპირ გამოფრენილიყავთ თბილისისკენ, მაგრამ არჩევანი შევაჩერეთ ისეთ ფრენაზე, რომელიც იყო გადაჯდომით და ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ ათენიც მეორედ მოგვენახულებინა, მიუხედავად იმისა, რომ დრო ძალიან ცოტა იყო, მაინც გავიხსენეთ საბერძნეთი, ათენი რაღაცები მოვინახულეთ ისევ და სასიამოვნოდ გავატარეთ დღე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით. ჩამოვედით ათენში. ათენში მქონდა 10 საათი დაახლოებით, გამოყევით ავტობუსს ცენტრამდე, სინტაგმას მოედნამდე და იქვე დავსხედით მიკელში, რომ დაგველია ყავა. იქვე გვერდით იყო KFC, რომელსაც ჰქონდა ვეგანური ბურგერი სტრიპსებით და ნაგეცები და ეს შანსი არ გაუშველიდან და აქ როგორც ხედავთ, მაგას მივირთმევ მიკელის წვენთან ერთად. რაღაც კონკრეტული გეგმა არ მქონია ათენში რა გვინდოდა, უბრალოდ ის ვიცოდით, რომ ცენტრში უნდა გვესერნა, მოგვიარა, თემოს უნდოდა რომ საბოლოოდ ესე წამოსვლამდე გირო კიდევ გაესინჯა იქაური, მიუხედავად იმისა, რომ სალონიკის გირო ურჩევნია ათენის გიროს, მაგრამ მაინც გვინდოდა რომ ესე დასამახსოვრებელი ყოფილიყო ეს დღე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა და ბარგიც თან დავქონდა მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად დიდი სურვილისა, სამწუხაროდ აკროპოლისზე ასვლა არც კი გვიფიქრია, სიცხის გამო და ბარგის გამო. ჩემი კვება დაჯდა სადღაც 12 ევრო, რაც არც თუ ისე იაფი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მოვდიოდით და თბილისში ეს საშუალება და შესაძლებლობა აღარ მომეცემოდა, მაინც მივეცი თავს ფუფუნება, რომ გამესინჯა KFC-ის ეს შეთავაზება. საკმაოდ გემრიელი იყო, რაც მივირთვი, უბრალოდ რეკომენდაციას არ გავუწევ, იმიტომ რომ არაჯანსაღია. რიზის საშუალებაც მოგვეცა შორიდან დავტკბით აკროპოლისის ხედებით და ამით შევიქმნით განწყობა. ტოტები როგორ აღშენებულია რა?
ჩამოვედით მოკლედ ათენში. დავდივართ ეს ცნობილი ქუჩები, რაც არის ტურისტული ლამაზი ქუჩები აკროპოლისთან ახლოს. მაგრამ ადამიანს არ უყავარ რა, ვიზუალურადაც მეტყობა სავარაუდოდ. მაგრამ შეგრძნების დონეზე უფრო გრძნობ. ძალიან ცხელა, 5:30-ზე გავიღვიძეთ და ფეხზე ესე ზეზოურად მიზინავს. და რა ვიცი, რო ჩამოვედით ცენტრში მიყალში დავსხედით, მე ფართოხლის წვენი დავლიე. დავჭამე ვეგანური სტრიპსებით KFC-ის ბურგერი. სტრიპსებით მაქვს, სულ შევჭამე, აღარ მინდოდა და შევინახე მე ან აეროპორტში შევჭამე. არ ვიცი. ახლა ამათ გირო უნდათ, მე აღარაფერი აღარ მინდა, მაგრამ ჯერს ჯერჯერობთ. დაუბრუნდით ათენს, შარშან ვიყავით ათენში გაზაფხულზე და ესე რენდომად თუ დაუბრუნდებოდით არც გვეგონა. შემთხვევით ისე მოხდა, რომ მეორეც ესე დაუბრუნდით. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ახლა აკროპოლისზე ვერც ავალთ ვერანაირად. და ალბათ არც არის მაგის საშუალება დრო პირველ რიგში და მდგომარეობა, იმიტომ რომ ისე ცხელა. იქ შეიძლება და არც იყოს ახლა დაკეტილი იყოს, იმიტომ რომ საშინლად ცხელა. მოვედით ტრადიციულ ტავერნაში, გიროები შევუკვეთეს, მე ფრის შევჭამ ცოტას და წყალს დავლებე, იმიტომ რომ ეს ვეგანური სტრიპსები კიდე მაქვს და თუ მომშვიდა მე აეროპორტში შევჭამ და არც მინდა დიდად ისე დაღლელი და მოქანცრული ვარ, ალბათ მეტყობა კიდეც. კი. მე კაბაბი შევუკვეთე. ძალიან ცხელა მოვიარეთ, რა ვიცი, ვცერნობდით. გაჩვენებთ რა მოვა და მე ალბათ ნელა-ნელა წავალთ რა უკვე. იმიტომ რომ დავიყალეთ, სანამ ჩვენ შევჭამთ, სანამ ჯერ მოვა, ალბათ 1 საათი გავა. უკვე 6 ხდება და მე ნელა-ნელა წავალთ, რომ დროულად მივიდეთ და რაღაც ფაცაფუცი არ მოგვიწევს, ხო? თან დაღლილები ვართ 6. რა უცებ გავიდეთ. წავედით. კატრში როგორც ხედავთ არის გიროები, რომელიც ზომაში არც თუ ისე დიდია. თემის გამოცდილებით სალონიკში ძალიან დიდი ზომის არის ხოლმე გიროები და როგორც თვითონ აღნიშნავს, ბევრად გემრიელიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ გიროს პორცია ძალიან პატარა იყო, გადავწყვეტეთ სხვა ტავერნაშიც მოსულიყავით და სხვა გიროს დაეგემოვნებინათ. სამწუხაროდ, აქაც იმედ გაცრუებულები დავრჩით, იმიტომ რომ პორცია აქაც პატარა იყო და გემოც ისეთი კარგი არ იყო, როგორც სალონიკში. გიროები სულ ჯამში დაახლოებით 20 евро დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღე ამ სიცხეში დავდიოდით, კიდევ ერთხელ მივეცით თავისუფლება, რომ ცივიყავა და გველია, მე წვენს ვსვავდი ამ შემთხვევაშიც. აეროპორტში უკან წასასვლელი ბილეთები წინასწარ ნაყიდი გქონდა, გაჩერებაც იქვე იყო, ამიტომ როგორც კადრში ხედავთ, უკვე ავტობუსში ვსხედვართ და უკან მივემართებით აეროპორტისკენ. ესეც სახე გეტყობ. მეტყობა ხო? მიდვართ აეროპორტში. Ronda bitka. Ჯერ დროგობს, მაგრამ დავყოლესთან. ბევრი რა პრინციპში. ორი საათი გვდაგრჩება ალბათ რეგისტრაციას ამჟამად ხდება და ნომერი ისეთ უნდა ვიყოთ. ჩვენ ალბათ ადრე გავივლით, იმიტომ რომ პირდაპირ ისინი გვაქვს. ბილეთები გვაქვს და პირდაპირ გავივლით, ხო? აურა დაღლილი ხარ. სახეზე გეტყობა. მეც ალბათ გასწავლე. ჭიკენ მოდი. გამარჯოს მოგზაურობის მშვიდობით დასასრულს. გამარჯოს საქართველოს.
მოკლედ გამოვიარეთ პასპორტ კონტროლი, security check-inis გამოვიარეთ, გამოვედით და უკვე ახლა შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ, სანამ ჩვენი gate-ი არ დაეწერება და ჩასხდომა არ გამოცხადდება. ჯერაც ნახევარია, ჩვენი ფრენა პირველი 10 წუთზეა და გვაქვს დრო, რომ ესე უაზროდ ვისხდეთ, მაგრამ უკვე ისეთ დაღლილები ვიყავით, რომ ესე უაზროდ ხდომა უფრო გვირჩევნია ვიდრე სიარული ამ სიცხეში. საერთოდ არ გაქვს დაღლილი სახე. წავედით ახლა ესე ვიქნებით, რა ვიზამთ რამეს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ისევ გავიარეთ რეგისტრაცია და ჩავსხედით თვითმფრინავში. ორივე ფრენაში შედიოდა კვება და სასმელები, რაც დამატებით კომფორტს გვიქმნიდა. We would like to remind you that all Aegean flights are non-smoking. აქ უკვე ხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ასე დამთავრდა ჩვენი ვოიაჟი, ძალიან საინტერესო, დამღლელი და სიახლეებით სავსე 2 კვირა. თუ ვიდეოს აქამდე უყურებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი.